სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. არს და იყოს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. დღევანდელ დღეს ჩვენ დანოდაცმანო წავიკითხეთ სახარება ერთი გულდათოთხული მამის შესახებ, რომელსაც თავისი შვილი მოუტარებია თუ სადმე ექიმი გაეგონა, თუ სადმე მკურნალის შესახებ რაიმე სმენოდა, ყველგან ყავდა ეს შვილი წაყვანილი და ეხლა რომ გაიგო რომ თურმე მოციქულებსაც ესეთი ძალა მიეცათ მკურნებისა მოიყვანა მოციქულებთან, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. ეხლა წარმოიდგინეთ რა გულდამწვარია ეს მამა, რა სასოწარკვეთილებამდე მისულია, თუმცა კი იმედს თავისი შვილის განკურნებისას კი არ კარგავს ის. ამ იმედს ინარჩუნებს, მაგრამ რაღაცა სწორი მიმართულება სჭირდებოდა, აი ამ მიმართულებას ქრისტე ღმერთი როგორ მისცემს და როგორ ასწავლის, ამის შესახებ მინდა გესაუბროთ დღეს თქვენ. მოსული მოციქულებთან ვერ განკურნეს, ამის შემდგომ მოდის მაცხოვარი და ამბობს, რომ როდემდე ვიყო თქვენთანა და როდემდე უყურო აი ამ ურწმუნოებას. და უყურებს შვილს, რომელიც მაცხოვრის დანახვისთანავე აი ამ თავის ავადმყოფობას გამოავეს. რა იყო მისი ავადმყოფობა? შეპყრობილი იყო, ბოროტისულიო, მას დაეცემა. ეს საიდან იცით, თვითონ მამა უყვება შემდგომ მაცხოვრს. კითხავს, რომ რამდენი ხანია რაც ეს სჭირს და მამა უყვება, რომ ბოროტისულისგან არისო შეპყრობილიო, ესეო დაეცემაო. ხან წყალში ჩააგდებსო და ხან ცეცხლში ჩააგდებსო და სიყრმიდგანვე ესეთი რამ სჭირსო, განსაკუთრებით ეს ემართებაო, როდესაც არის ახალი მთვარეო და გარემოებების ასეთი აღწერა, რომელსაც ეს მამა ყვება, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა მაცხოვარმა არ იცოდა ეს ყველაფერი და იმიტომ კითხა, რომ მამამ იპოვოს გზა, რომ გარემოებებს, რომლებსაც აბრალებს, არ შეიძლება იყოს რაიმე შუაში. რა შუაში ახალი მთვარე. ამით ეშმაკი სარგებლობს, რომ ადამიანს რაღაცა დააჭეროს. გარემო პირობებზე, როდესაც ვლაპარაკობთ, გარემო პირობები ხელი შემცველია ჩვენთვის თითქოს რაღაცა სულიერ წარმატებაში. სინამდვილეში ეს ტყუილია და თუ რატომ არის ტყუილი, ახლავე მოგახსენებთ. ნახეთ, მამა, რომელიც ამ ამბავს აღწერს და ყვება, სინამდვილეში აცდენილია რეალობას. და მაცხოვარი, რომელიც განკურნავს აი ამ ღრმას და მამას დაუბრუნებს, ეს მამაც აბსოლუტურად სხვა შეხედულებების კაცი ხდება. და როგორ მოხდა ეს ყველაფერი? სინამდვილეში ეს ჩვენ საკუთარ თავზე უნდა განვიცადოთ. რას ნიშნავს საკუთარ თავზე უნდა განვიცადოთ? იმიტომ რომ, როდესაც რაღაცა ისტორიას კითხულობ, ყოველთვის ვიღაცაზეა ეს ისტორია და საკუთარ თავს არაფრით არ დააყენებ იქ. მე ხშირად მithქვამს და უნდა გაგიმეორე. ზიარების წინა ლოცვებს როცა კითხულობ, მეოთხე ლოცვა, მოგახსოვთ? ცოდე სიძვით, რუშებით, ამპარტავნებით, ზვაობით, ღობით, ესე იგი, ფიცით, ცრუმეტყველებით. აი ამ ჩამონათვალს რო კითხულობ, გონია რომ ეს იმ ავტორის ცოდვებია, რომელმაც დაწერა ეს. და შენ არაფერ შუაში არ. ხომ ჩაგირიხინებიათ უკაცრავად გამოთქვისთვის ეს ლოცვა, ესე ხომ წაგიკითხავთ, რომ მე რა შუაში ვარ კაცო, ვიღაცამ დაწერა, მე უბრალოდ დამავალ ახლა მდელმა მითხრა იქ რომ წაიკითხეო და მეც დავდექი და ვკითხულობ ეხლა რომ სიძვით, რუშებით, ამპარტავნებით, ფიცით, მობით, ესე იგი და რაღაცა აი ეს ჩამონათვალი არის და მე რა შუაში. ასეთივე ისტორია ესეც იცოდეთ. ყრმას, რომელზედაც მამამისი აღწერს, რომ ეშმაკი მას დაეპატრონა და ხან ცეცხლში ჩააგდებს და ხან წყალში, ამას არ ვფიქრობთ, რომ ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ ძალიან ხშირ შემთხვევაში. რომელი თქვენგანი არ გამემოწმება ეხლა, რასაც მე ვიტყვი. რომელ თქვენგანს არ ქონია ხურვალე სარწმუნოება და აბსოლუტური გულგრილობა. ერთ მომენტში ხურვალე სარწმუნოება, მეორე მომენტში აბსოლუტური გულგრილობა. რომელ თქვენგანს არ ქონია რომ ეხლა ისევ ლოცულობ, ისეთი მხურვალეა ჩემი ლოცვა, აი რაღაცნაირად დავდგები და აი ლოცობ, შევიგრძნობ ამას ყველაფერს. გათენდება მეორე დღე და
ლოცვათა წიგნის დანახვა ხელსაც არ ვკიდებ მას. არ ხარ ერთ დღეს ცეცხლში და მეორე დღეს წყალში? არ ქონიათ ეს მდგომარეობა, რომ ყველას გინდა დაეხმარო და ყველას გინდა ხელი გაუწოდო და მეორე დღეს არავისი დანახვა არ გინდა? მარტოობა გინდა საერთოდ ჩაიკეტო და ხმის გაგონებაც კი არ გინდა ადამიანისა. არ ხარ იმ მდგომარეობაში, რომ გინდა ყველა გიყვარდეს და აი აღფევდე ამ სიყვარულს და სიხარულს. მაგრამ არის რომ ადამიანის ხმის გაგონება არ გინდა მეთქი თქვი უკვე და უფრო მეტიც. საერთოდ შეიძლება საკუთარი ახლობლებიც კი გაღეზიანებდეს. ამიტომაც ხან ცეცხლში და ხან წყალში, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ იმ ადამიანზე, შენ არ ხარ ამ მდგომარეობაში. ამიტომაც ეს სახარება, რომელიც იკითხება და არაერთ გზის იკითხება წელიწადის განმავლობაში, მინდა გითხრათ. დღევანდელ დღეს ჩვენ შეგვახსენებს სწორედ ამ ჩვენ საკუთარ სულიერ მდგომარეობას და არა იმ ხმაწვილის მდგომარეობას, რომელსაც ეს ჭირდა. ის ხმაწვილი განიკურნა თავის მამასთან ერთად და მეცაც გეტყვით, ის მამა ქრისტესთან დარწმუნებული ვარ აღარ მობრუნებოდა. აღარ სჭირდებოდა მას კიდე იმისი თქმა, რომ ერთ-ერთ ერთხელ ცხოვრობ ეხლა ამ ქვეყნად და მოდი რა ისევ დაუბრუნდები ამ ყველაფერს. რის მერე მივხვდი ამას იცით სახარების კითხვაში, აი ამ მომენტის კითხვაში, როდესაც ის მუხლებში ჩაუვარდება და ეტყვის. მწამს უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. იცით რას ნიშნავს შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა? რომ მე აღარ მინდა იმ წარსულში დაბრუნება, სადაც ასეთი მხურვალე ლოცვის შემდგომ ასე შემეძლო, რომ ადამიანები აღარ დამენახა საერთოდ, იმიტომ რომ აღარ მინდოდა მათი სახელის გახსენებაც კი. აი ამ წარსულს აღარ უნდა რომ მიუბრუნდეს. აი ამ რწმენას ითხოვს. აი ამას ითხოვს, რომ ხურვალება თუ კი აქვს ლოცვისა და მეორე დღეს აღარ უნდა ლოცვის წიგნის აღება, აი ამას აღარ უნდა რომ მიუბრუნდეს არასოდეს. და აღარც მიუბრუნდება, იმიტომ რომ მაცხოვარი ეუბნება, უნდა გწამდეს და მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია. და თუ გწამს, გააკეთე იმდენი, რამდენიც შეგიძლია. გააკეთე იმდენი, რომ შენ შეგიძლია გადადგა პირველი ნაბეჯი, უნდა გადადგა. შენდობა გაქვს მისაცემი, უნდა გაბედო და მისცე შენდობა. უნდა შეიყვარო, უნდა აპატიო, უნდა მოღვაწეობას შეუდგე, უნდა ლოცვა ისწავლო. ეს ყველაფერი შენი სარწმუნოების შედეგია, რომელიც სარწმუნოებაც ერთ დღეს შეიძლება ცეცხლი იყოს და მეორე დღეს წყალი იყოს. ამიტომაც საკუთარ თავზე მუშაობას გამუდმებით გვავალებენ ჩვენ წმინდა მამები. დღეს იოანე კლემაქსის ხსენება არის. მისი კვირა არის საერთოდ მიძღვნილი დიდმარხვის მეოთხე კვირა იოანე კლემაქსის ხსენება. კლემაქსი ბერძნული სიტყვა კიბეს ნიშნავს. იოანე კიბის აღმწერელი არის ის ქართულად. იოანე სინელი კიბის აღმწერელი, რომელმაც აღწერა 30 სათნოების კიბე, რომელსაც მე ვთხოვთ, რომ შეიძლება თავიდან ბოლომდე ვერ მოახერხოთ, მაგრამ ამ კვირის განმავლობაში თუნდაც ერთი თავი, აი მეხუთე თავი აქვს მაგალითად სინანულისათვის ასე წერის, სათაურად აწერეს სინანულისათვის. თუნდაც ეს წაიკითხოთ, რას ნიშნავს ეს სინანული? რას ნიშნავს, რომ აღარ გინდა მიბრუნება იმ წარსულისკენ, რომელიც ერთ დღეს ცეცხლში გამყოფებს და მეორე დღეს წყალში. და მე ჩემი თხოვნა იქნება კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ რასაც შეძლებთ, რამდენსაც შეძლებთ, რომ წარმოდგენა შეიქმნა დიდმარხვაში ვარ, თანამონაწილენი ვარ ყველანი ამ მსახურებისა და უნდა გქონდეს წარმოდგენა, რომ ახლა იოანე სინელის კვირაა და რა ქნა ამ კაცმა ერთი ამის რა დაიმსახურა, იმიტომ რომ მთელი დიდმარხვის ერთი კვირა მას მიეძღვნას, მის საპატივცემულოდ ესე ეწეროს კალენდარში, უნდა ვიცოდეთ თუნდაც ელემენტარული რამის შესახებ. ეხლა რაც შეეხება ამ ისტორიას დაუბრუნდებით კვლავ. მაცხოვარი განკურნავს აი ამ ხმას, დაუბრუნებს თავის მამას და მოციქულები გაგვირველებულები ეკითხებიან, რომ ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ მისი განკურნება. და მაცხოვარი პასუხობს, რომ ნათესავი ესე არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვით. მიუთითებს ერთ ძალიან საინტერესო ამბავზე, რომ შეუძლებელია ადამიანმა მოერიოს პირველ რიგში საკუთარ თავს და მეორე რიგში მერე რაღაცა სხვა ძალებს, თუ მას არ ეკნება მოღვაწეობის შესახე, რომელსაც ქვია ლოცვა და მარხვა. კონკრეტულად ორი რამ არის დასახელებული. ლოცვა და მარხვა. რას ნიშნავს ეს ლოცვა და მარხვა? რომელ ლოცვაზე და მარხვაზე ლაპარაკობს?
მაცხოვარი, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან ხშირად ერთ რამეს ირჩევს. აირჩიოს შეიძლება ლოცვა და დაემსგავსოს იმ ესე იგი, აი ნაკვეთი რო ქონდეს დასამუშავებელი მიწა. ხოდა ყველანაირად რომ ესე იგი ცდილობდე რომ გეზარებოდეს ახლა ამის დამუშავება და ამიტომ ცდილობდე რომ კეთილი ნაყოფი მიიღო და ეკალბარდია თუ რაღაცა სარეველა არ მაინც ამ კეთილ თესლს ყრიდე შიგნით. როგორც წარმოგიდგენიათ, იქიდან რაიმე კეთილი ნაყოფი აღმოცენდება, შეუძლებელია. ახლა პირიქით, ვინც მარტო იმას ფიქრობს, რომ კი ვმარხულობ, მაგრამ ლოცვები ახლა არ შემიძლიათ, რო არ მაქვს ასე შემდგომ, ის პირიქითა, წარმოიდგინეთ, რომ მიწა ქონდეს კარგად დამუშავებული, მაგრამ კეთილ თესლს არ ყრიდე შიგნით, აქედან რას მიიღებთ, იცით რომ სარეველა კიდევ უფრო მეტად გაიდგამს ფესვს და კარგად აღორძინდება და გამრავლდება ამ დამუშავებულ მიწაზე. ამიტომაც ეს არის ის ორი ფრთა, რომლის გარეშეც ფრინველს ფრენა არ შეუძლია. ეს გახლავთ ის ორი მოქმედება ადამიანისა, რომლითაც მას შეუძლია ზეცის დაპყრობა. და რას გულისხმობს ეს ზეცის დაპყრობა? იცით რომ ადამიანის სულს ძალიან ხშირად შეჯანჯღარება სჭირდება, ისევე როგორც ხე, თუ კი მასზე ნაყოფი არის ძველი შერჩენილი და პება ეს ნაყოფი, თუ არ შეაჯანჯღარებთ ამ ხეს, ეს დამპალი ნაყოფი ძირს არ ჩამოცვივდება. შეუძლებელია რომ მან რაღაცა კეთილი ნაყოფი გავა. ვეღარ გამოდის ახალი. არ აძლევს ის ძველი ყოფადი, არ აძლევს საშუალებას ახალს. ამიტომაც ეს მარხვა და ლოცვა გახლავთ სწორედ ის სულიერი შეჯანჯღარება, რომელიც გაფანტავს შეგან ეშმაკისგან მოსულ აი ამ სარეველას, ნაგავს თუ აი ამ დამპალ ნაყოფს. და პირიქით იწყებს ადამიანი გამოფხიზლებას იმისას, რომ მარხვა ჩვენო ძალიან ხშირად მუცელს უკავშირებთ, ვიმეორებ ხშირად. მუცელთან კავშირი არის იმდენად, რამდენადაც გონებით უნდა იმართებოდეს მუცელი. თუ გონებით არ იმართება და მხოლოდ მუცელს აქვს, ესე იგი და ესეთი ის რომ ვეხლა არ მჭამ არანაირ ცხოველურს და მხოლოდ ვიქნები მწვანე ლეულზე, არაფერი შედეგი ამით არ დგება. აი აქედან რომ ვიცი რომ რაღაცაზე რატომ ვიკავებ თავს, იმიტომ რომ ადამიანები არიან ისედაც არ ჭამენ ცხოველურს და შეიძლება ურჩევნია კიდეც ამ მწვანელზე იყოს თელი ცხოვრება. მაგრამ როდესაც ვიცი, გონება მიცის ჩემმა, რატომ ვიკავებ თავს, რატომ წვრთნი ასე ჩემს სხეულს, რომ სიამოვნებაზე უარს ვეუბნები. ეს გახლავთ სწორედ გონებრივი მარხვა. ისევე როგორც ლოცვა, ის კი არ არის რომ ბევრი ტექსტი წავიკითხე და ბევრი რაღაცა კანონი ესე იგი მქონდა. არა, როდესაც გააზრებულ ლოცვას ვიწყებ, როდესაც შემიძლია დავდგე მაცხოვრის ხატთან და შეიძლება არც წიგნიც არ მომდა რაღაცა მგზავრობაში იყო ადამიანი და ვერ ვილოცე. როგორ ვერ ვილოცე? არ იცოდი რომ ესე უნდა გეთქვა რომ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ამის დამახსოვრება არის ძნელი, თუ წიგნი სჭირდება ამას. თუ რაღაცა განსაკუთრებული ზიხარ, წევხარ თუ რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა ყველგან შესაძლებელია და ყოველთვის შესაძლებელია ამის გაკეთება. და თუ ამას აკეთებ გონებით, და თუ ის მარხვა შენი გონებიდან მოდის, მაშინ იცოდეთ რომ მიწაც დამუშავებულია, იმიტომ რომ შენი სხეული მიწა არის, მეტი სხვა არაფერი და დამუშავებულია ეს მიწა კეთილი ნაყოფის მისაღებად. ამიტომაც ის არასწორი წარმოდგენები, რასაც ეს მამა ჩამოთვლის, ეს გულდამწვარი მამა, გაუბედურებული ამ შემთხვევაში, რომ მისი შვილის კურნების გზას ვერ ხედავს, ჩამოთვლის გარემო პირობებს, რომ აი ახალი მთვარობა, ბავშვობიდან ესე აქვს, რაღაცა ისე აქვს. აი ეს მიზეზები ყველაფერი ჩამოგშორდება, თუ სწორ მარხვასა და ლოცვას ისწავლ. და ცეცხლში და წყალში აღარ იქნები ერთ დღეს იქეთ და მეორე დღეს აქეთ. იმიტომ რომ ჩვენი მდგომარეობა სწორედ ასეთია. ასე განსაზღვრავს ადამიანი, რომ ეხლა დადგება და ლოცვას იტყვის, მერე საჭესთან დაждდება და გამლელში აგინებს, იმიტომ რომ დაურღვია რაღაცა წინ, ფეხით მავალია თუ მანქანით რა მნიშვნელობა აქვს. ერთი პირიდან არა მოვიდა ეს დიდება შენ და ღმერთო, რომ თქვი ხატებთან და ერთი პირიდან არა მოვიდა ვიღაცას რომ დედაში აგინებს. ამიტომაც ეს მდგომარეობა ცეცხლი და წყალი, აი მამისეული მდგომარეობა, რომელიც გარემო პირობებს აბრალებს კიდევ. გარემო პირობა შეგექმნა, იმიტომ რომ დაარღვია ვიღაცამ დაბა რა უნდა გექმნა. სადარბაზო რომ დაუსუფთავებელია მეზობლის ბრალია. ქუჩებში უწესრიგობა რომ არის სხვისი ბრალია. შენ თვითონ რომ რაღაცნაირად საკუთარი თავი დაინახო ამაში, ამას არაპირებ. ამაზე, ესე იგი, შემოტრიალება გონებისა აქეთ ამ მიმართულებით არც კი გაგივლია თავში.
რატომ? იმიტომ რომ გარემო პირობების ბრალია. ეხლა ესე იგი გაზაფხულდა გამოთმა და მოკლეკაბიანი გოგოები დადიან და თვალს ვერ დავიჭერ. ეს იმათი ბრალია მერაშუაში. ის რომ ძღოლს შევაგინებ, იმ ძღოლის ბრალია, იქ მეზობლის ბრალია, იქ თავრობის ბრალია კიდე ძალიან ბევრი რამე და გავიწყდება რომ შენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა თუ გაქვს შესრულებული, სხვას რომ თხოვ ამას ყოველივეს. მე უდანაშაულო არც მთავრობა მგონია, არც მეზობელი და არც ძღოლი, მაგრამ შენ თუ ხედავ საკუთარ თავს, ამაზე ვლაპარაკობ ახლა. თორე იმათ უდანაშაულობაზე კი არა. საკუთარი თავის დანახვა თუ შეგიძლია. როდის ხარ ცეცხლში და როდის წყალში. და როდის აბრალებ ყოველივე ამას ცეცხლიდან წყალში გადავარდნას გარემო პირობებს. როგორც ეს მამა ამბობს, რომ ახალ მთვარობაზე ემართება. მთვარეა დამნაშავე. ეს ბავშვი რაშუაში. ან ჩემი სარწმუნოება რაშუაშია მთვარეა დამნაშავე. ასეა ზოდიაქოს მიდევნებული ხალხი დღევანდელ დღესაც. შემოძვირფასებო. ამიტომაც არის დადგენილი მარხვა, ამიტომაც არის დადგენილი ეკლესია, ამიტომაც არის მოცემული ჩვენთვის წმინდა წერილი, რომელსაც ხშირად უნდა ვკითხულობდეთ. უნდა გაგიმეოროთ ყოველ გადაგების დროს ყველაზე მეტად გაცვეთილი ფურცლები, რომელიც იქსაც შეიძლება თქვენ სახლში გქონდეს, ეს უნდა იყოს სახარება. არის ასე? აბა ნახეთ, აბა გადაათვალიერეთ. ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ არა გარემო პირობებს, არა ახალ მთვარობას, არა ვიღაცა სხვაზე დანახულ ცეცხლში და წყალში მყოფ ადამიანს, არამედ საკუთარი თავი გაგვანახოს და გაგვაცდევინოს ღმერთმა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობა.